მსოფლიოს საუკეთესო შოუს სწორედ ასე უწოდებენ Super Bowls და ეს სიმართლისგან არც ისე შორს დგას. წლების განმავლობაში ამერიკული ფეხბურთის სუპერ კვირადღეს მილიონობით ადამიანი უყურებს. გამონაკლისი არც 2015 წელი იყო. გიჟური კვირა 110 მილიონმა მაყურებელმა ნახა. Super Bowl-ის მოყვარულების რაოდენობის გამო და იმისთვისაც რომ ის მსოფლიოს საუკეთესო შოუ გახდეს, წელს შესვენებაზე კეტი პერი ამღერეს და მიუხედავად იმისა, რომ ის მასვიგენება ცეკვის რიტმი აურიეს, გამოსვლა მაინც შედგა. თუმცა პერის გამოსვლა ერთადერთი არ იყო, რის გამოც შოუს ნახვა ღირდა. ყოველ წელს სხვადასხვა ბრენდი 30 წამიანი რეკლამის მხოლოდ პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისთვის $5 მილიონ-მდე იხდის. თითოეული რეკლამა კი წესით ნამდვილი საოცრება უნდა იყოს. Hi. You're not Greg. I'm sort of Greg. წელს ერთ-ერთი გამორჩეული სადაზღვევო კომპანიის რეკლამა აღმოჩნდა, რომლის მთავარი გმირიც სატელევიზიო სერიალის Breaking Bad-ის ბრაიან კრინსტონი აღმოჩნდა. თუმცა ის ერთადერთი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. Sort of Greg. Esurance helps make sure you only pay for what's right for you. ალბათ ყველას კარგად ახსოვს Volkswagen-ის რეკლამა, რომლის მთავარი გმირიც პატარა Darth Vader იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ვარსკვლავური ომების თემა ჰოლივუდში და არა მარტო ჰოლივუდში საკულტოდ იქცა, მისი გამოყენება წლების განმავლობაში არაერთმა კომპანიამ სცადა, მაგრამ არც ერთი არ იყო იმდენად დასამახსოვრებელი, როგორც Volkswagen-ი პატარა Vader-თან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Google-ს რეკლამა ნამდვილად არ სჭირდება, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური და ემოციური ვიდეოს ავტორი სწორედ ის გახდა. პარიზული სიყვარული სწორედ ასე ქვია კლიპს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საძიებო სისტემის კადრებით შედგება, ყველაფერს მარტივად გაგაგებინებთ. და ბოლოს წარმოუდგენელია სუპერ კვირადღის რეკლამები Budweiser-ის გარეშე, რომელმაც შარშან მაყურებლები ცხენის და მისი აღმზრდელის ისტორიით აატირა. წელს კი თავლაში ყველაფერთან ერთად პატარა ლეკვიც ჩართო. Well, a landslide brings